იცი ლანა თუხარელი ამერიკაში გაემგზავრა. ლანას უგადამავიწყდა. კი ვიცი, კოტე ვერ წავიდა და ლანა გაუშვა, მაგრამ წასვლამდე ლანას საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა დანელიასთან. დიახ. ამის შესახებ კოტეს ადვოკატი რო არჩილი. დამამტკიცებელი ფოტოები გადასცა კოტეს. მაგრამ აქ ლანას თემური გამოესარჩლა. თემური ამტკიცებს, რომ ლანა ზურას მისი დავალებით შეხვდა. არჩილს უყვარს ფოტოების გადაღება. მერე დარბის ხოლმე და არიგებს ამ სურათებს. სხვათა შორის ერთი საინტერესო ფოტო, რომელიც არჩილმა გადაიღო, მეც ჩამივარდა ხელში. ეს ფოტო არჩილს კოტესთვის არ უჩვენებია, ჯერჯერობით არ უჩვენებია. ეს ფოტო არის ლანა სადარბაზოსთან გადაღებული. ნახე. როგორც ხედავ, ღამის საათებია. ეს ის დღე არის ლევანი რო ჩამოვიდა თბილისში. მაშინ თემურიმ თავის მეუღლე ბანკეტზე დატოვა და ლანასთან გაიქცა. არა, მე მესმის შეიძლება რაღაცა საერთო საქმე ჰქონდათ, მაგრამ თემურისნაირი მამაკაცი ღამე ლანასთან ერთ ქალთან რუავა სახლში. რაზე უნდა იფიქრო კაცი? ქალი და მამაკაცი, მამაო ჩვენო სათქმელად ღამე არ განმარტოვდებიან ხოლმე. ვიქტორ ჰუგო, საბორ პარიჟსკი ბაგამატირი. კი, მართალი ხარ. თუმცა კოტეს ხელში ჩაუვარდეს ეს ფოტოსურათი, არ ვიცი რა რეაქცია ექნება. თქვენ არ დაუშლით არჩილს? არა, რა ჩვენი საქმეა. ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რასაც აკეთებს. თემურ იმაზე, რომ ლანასთან გამონახა საერთო ენა, კოტემ იმაზე, რომ ლანასთან ცდილობს ურთიერთობების აწყობას, ჩვენ არაფერში არ ვერევით. ჩვენ უბრალოდ უყურებთ. და საერთოდ ოჯახური ურთიერთობები ჩვენი სფერო არ არის. მართალია, მანდ ვინ არის, სულ უფრო და უფრო ძნელი გასაგები ხდება. ამიტომაც ვიმეორებ, ჩვენ მხოლოდ ვაგროვებთ ინფორმაციას, არაფერში არ ვერევით და ველოდებით მოვლენათა განვითარებას. ასეთი სასიხარულო ამბავი გვაქვს და ვერ შევხვდი ვერაფრით. აი, ეხლა ჩამოვედი და პირდაპირ აქ მოვედი. ვინც ხო დაგირეკე? კი, დამირეკე. დილით. მოიცა. მანამდესაც დამირეკე? შენი წამოსვლის დღეს, საღამოს. აუ. ჩემი წამოსვლის დღეს თუ დამირეკე საღამოს, გაგაგებინე რამე. სუ შენი ჭერიმეს და შენგენაცვალეს კი მეუბნებოდი. არა, მითხარი ქუთაისში ვარო, მაგრამ გეტყობოდა რომ მაგარინას ვამეიყავე. არა, დილით დავლიე რა. ირმამ მახარა შვილი გეყოლებაო და კონიაკით. მოკლედ დავიწყეთ ხიდაშლებიდან რა. ყოველ 1 საათში ვჩერდებოდით. მერე არაქვში, აი რაღაც ტივია თუ ნავი რო არის მიგმული რა. ავდექი და გავედი რა. ბოდიში და ტუალეტში გავედი. შემოbrunდი რას ხედავ? სად არის სუფრა, ტივი, ნაპირი, მდინარე? ვერანდაზეა გატანილი ყველაფერი. ძმაკაც ვეკითხები. აქ სუფრა რატო გაშალეთ მეთქი? ზესტაფონში ვარ თუ. წარმოგიდგენია, ესე იგი, ქუთაისიდან ზესტაფონამდე რაც მოხდა, არაფერი არ მახსოვს, ამოვარდნილი მაქვს თავიდან რა. რა იყო თემო? ხომ შვიდობაა ბიჭო? შვიდობაა კი. აგაშენა ღმერთმა. აბა, გაგვიმარჯოს. ჩვენ ამ სასიხარულო ამბავის ჭიქა ჯერ არ აგვიწევია. ამბობენ არ ვარ გავა ბავშვის წინასწარმეტყველობა. მაგრამ ჩვენ გაგვიმარჯოს, მე და შენ სიხარულს გავმარჯოს. გავმარჯოს. თემო, იქნებ ღვინო გირჩევნია? არა, სულ ერთია. ნოდარ. საქმე მაქვს შენთან. იმიტომ დაგირეკე. მე მითხარი, აგერ არა ვარ? კოტესთან რატო წახვედი? რას ქვია? ჯერ ეს ერთი კოტეს ნახვა ისედაც მინდოდა. მადლობა ხომ უნდა მეთქვა.
რომ ასე უპატრონა ჩემს სიძეს. გარდა მაგისა, შენზედაც მინდოდა დალაპარაკება. კოტეზე კარგად შენ ვინ გიცნობს. მართლა შვილებით ყავხარ. რა იყო? დავაშავე რამე? არა, არაფერი დაგიშავებია, უბრალოდ კარგი იქნებოდა მაინც ჩემთვის გეძლია კოტესთან დალაპარაკება. თემურ, მე იქ ცუდი არაფერი მithქვამს. კოტეს ვთხოვე, ურჩიე თემურს, ჩემთან გადმოვიდეს მეთქი. ეხლა ჩემი სიძე რომ ჩემთან იყოს, ამაში ცუდი რა არის? მე რა გითხრა კოტემ? მოიცა, შენ კოტეს არ ელაპარაკე? ველაპარაკე კი. მერე? რა გითხრა? კოტე ტყუილს არ გეტყოდა? ნოდარ. რა გითხრა კოტემ? მითხრა მე მაგას ვერ ურჩეო. შეიძლება ისე გაიგოს, თითქოს თავიდან მოშორება მინდაო. მე ვიდა ნენა ჩემი წასვლის დროი. ხო, დედა. აწი მაინც იყავი შვილო ჭკუით. კარგი რა, დედა რა. არ უნდა ამას, დედა. კოტეს ძულით აიშავახვეწე შენითა. ბიჭო, ნუ ღარ ჩეიდენ საშინელებას. არ ჩავიდენ. კაი კაცია კოტე. იცი რა მითხრა? ყველაფერში მინდა დავეხმარო. მე ვინ უშლის, გამაგებინე? შენ უშლი ნენა. სხვა მეტი არავინ არ უშლის, შენ უშლი. მე უშლი ხელს? აბა ვინ უშლის? რო აგიღია თავი და დადიხარ ამ კაზინოებში. ვინ იყო ბიჭო ჩვენ ოჯახში იგროკი და მამაძაღლი? შენ დაგებზავსე დედა რა. ნენა ჩემი სიკვდილი ახლა. ბიჭო მე ამ სიბერეში რაც ხა ჯოკერს თამაშო გულს ვაყოლე. აი ამ გვანება? შენ ხალა რო ვიყავი მე სათამაშოდ სადმეცალა მაშინ. ამ ხელა ოჯახი მქონდა წამოკიდებული, ამდენი ბაღლები მყავდით. კი, მუშაობდა მამა შენი ჩას ფაბრიკაში, ღმერთმა აცხონოს მის სახელი. ფულიც მოქონდა და საჭმელ-სასმელით, მაგრამ მარტო ფული ხო არა ოჯახი. მართალი ხარ. ნამეტანი გულნაწყენი ვარ შენზე, მერაბი. აი რაჟიკო იმუშაობს, თამარა იმუშაობს, სულიკო მუშაობს. შენ რა ჭირი გეტაკა, ბიჭო, რა ჭირი. რა ვქნა დედა, წაუღებ ჩემს პროექტს კოტეს და ალბათ დამაფინანსებს. ნენა, შენზე დიდი ფულის ნდობა არ შეიძლება. მაგიჯერე უნდა დაიმსახურო. აი ბერძენი რომ გაგიტყავებია კუდის რისკამდე. რაფერა აი საქმე. აი ფული დასაბრუნებელია. დასაბრუნებელია, ბარაი. მაგრამ კოტემ თქვა მე მივხედავ ამ საქმესო. ბიჭო, მიხედე აწი ოჯახს. მიხედე. ნონაი ნამეტანი კაი ქალია და მაგაზე ჯიბრობა არ გინდა. ვინ ეჯიბრება, დედა, მე თვითონ არის შემზე ნაწყენი. ახლა ნაწყენიც არ გინდა რო იყოს, ხო? რომიატი, ამსტერდამია თუ რაც გაოხრობა, ამ ხელა ქვეყანაში და გეიქეცი სადმირბოდი. დედა, რამდენჯერ უნდა გითხრა, მომსდებდნენ და რა უნდა მექნა, მითხრა. ნენა, რეიზა მოგსდებდნენ, მე რეიზა. რეიზა დაგსდევს, ეს სადა ქვეყანა, აი არაბი გინდაო, რუსი გინდა, თათარი გინდაო. რეიზა. ვინ თათარი, კაცო? რა ვიცი მე, ვინც ხა ტრაპიზონელი ვაჭარი გადააგდო, ბამბას შეპირები ხარ. ბიჭო, ასე არ გამოვა. შენთან ხო კარგად დამათხრია რა. თემო, ასე რატო ნერვიულობ? შენ ხომ იცი მე ისეც არ ვიტყვი რაც შენ წინ ცუდად დაგიხვდება. შენი მტერი ხო არა ვარ? არა, მტერი რა შუაში, უბრალოდ მაინც კარგი იყო რომ კოტესთან ჯერ მე მელაპარაკა. ამდენი ხანია მაგასთან მუშაობ, ხო? აი რატო უნდა იფიქროს რომ მაგასთან ლაპარაკს თავი ავარიდო და შენ მიგაგზავნე. რატო? მაგას კოტე არ იფიქრებს. რატომ გონია რომ არ იფიქრებს? კოტე შენ ძალიან კარგად გიცნობს. იცის ასე არ მოიქცევი. თემო, მოდი შობლებს გაუმარჯოს. შენს დედიკოს ქალბატონ გულიკოს დავლოცა. ცოცხლე. მამა შენ სამწუხაროდ არ ვიცნობდი. ჩემს ახალგაზრდობაში იტყოდნენ, სადაც არის და როგორც არის, ისე გაუმარჯოს.
ასევე ჩემი მეუღლის ირმას დედის ხსოვნა იყოს და მეც გამიმარჯოს როგორც მშობელს. ცოცხლე. თემურ. არა. დღეს საქმეები მაქვს რა. საქმეები. მართლა ჩვენ საქმეზე რა მოიფიქრე? იცი რა. ძალიან ბევრი ვიფიქრე. კოტეს ვერანაირად ვერ მივატოვებ. განსაკუთრებით ახლა, ხო იცი როგორ ჭირდები. მაგრამ მე ისე გავაკეთებ, რომ ჩვენი საქმე არ დაზარალდება. ორივეს მივხედავ. მე რა შეძლებ? შევძლებ. კარგი დედა, თათრები რამ გაგახსენ ახლა? მე სულ არ მახსოვდა. შენ არ გახსოვდა იმგენს ახსოვს. ტრაპიზონი მართლა შორს კი არა. შეგხდება სადმე ქუჩაში და თავს გაგიჭეჭყავს. კარგი რა, სად უნდა შემხდნენ ახლა მითხარი. მე რა, შვილი. დამაყური აგერ. კოტეს და უჯერე ყველაფერი. ოჯახს მიხედი. ჩავარდი აწი ჭუაში, ბაღანაი კი არა ხარ. ნუ გამიმწარებს სიბერეს, გეხვეწები. კარგი დედა, კარგი. კარგად მოიქცე, დამშვიდე. ანეტა ტელემაკოვნა. აი თქვენ მანქანაში რა, აი ბაგაჟი ისე გიბრილა, ჩავალაგე, ისე ლამაზა, ჩავალაგე, აი თქვენს გულმუცოს გაუხარდება რა. მალადეც გარინჯა. მანქანაში დაგელოდებთ. კოტიკო. მე და გარიკამ გუშინ ტოტალიზატორში გავარდყეთ. მართლა? ფილანდიის გულდებზე დამადებინა რა ფერც იქნა სწორად დავდე და მე ვიგეთკიდეთ. კიცოდნია გარიკას რაც ხარ. სპასიბა რა. კოტიკო, მოინენა აგერ ჩემთან. შენ გენაცვალოს ბები, მამა შენს მიმიხდე. კარგი ბაბა. არა, მამა შენი ცუდი კაცი. დედა შენი კიდო სანთლით რო ეძებო ამ ქვეყანაზე ვერ ნახავ. ბებო, რაცა კი შეეშალათ, მაგრამ მაი არაფერი. ბებო გენაცვალოს. შემოლამაზო და ჩემომშვენიერი. ჩამოხვალ ზაფხულში ნენა ჩემთან? აბა რას ვიზამ ბებო? პირდები, ბებო. პირდები. ვაიმე შენ გენაცვალო შენი ბებია. ვაიმე ჩემო ანგელოზო, ჩემო სიხარულო, ჩემო ბებო. დედა შენ და მამა შენი არ დაგავიწყდეს, წამოიყვანე იცო. არ დამოვიწყებ, ეს იმათ მოვიწყები ხოლმე ბებო. მაი არ თქვა, ბებო. აი ეს ფული. კაი რა. გაჩერ არ გადამრიო ახლა. გაჩერ. ბებო სახელზე იყიდე რაღაც. წევიდეთ ახლა ბებო. ნამეტანი გული მწყდება როგტიებში. შენ გენაცვალოს, ჩემი ვაიმე გენაცვალოს ბებო. კაი, წევედით ახლა, წევედით. წამო ბებო, წამო. არა, ისე შენ მართალი ხარ. ეხლა კოტეს მიტოვება შენი მხრიდან არ გამოვა. კაც შვილი ყავს გზაზე დასაყენებელი და შენზე უკეთესად ვინ დაეხმარება? ნოდარა. ერთი მინდა გთხოვო რა. 100 მთხოვე. არასოდეს. არავის ჩემს მაგივრად არ დაელაპარაკო. ბოდიში მეც აღარ ვიზამ. არა, ბოდიში საჭირო არ არის. უბრალოდ მინდა რომ სამომავლოდ ერთხელ და სამუდამოდ მოვილაპარაკოთ. კარგი? ჩათვალე რომ უკვე შევთანხმდით. და ძალიან კარგი თუ შევთანხმდით. ეხლა მე გავალ. საქმეები მაქვს. რა საქმეები, რას ლაპარაკო? შეხვედრები მაქვს რა. მე საღამოს გამოდი ჩემთან და შეუბეროთ რა. არა, ეხლა ამ საღამოს ალბათ არ გამოვა და ისე მოვალ აბარა. კარგი. არ შეწუხდე შენ, მე თვითონ გავალ. არა, აქ მარტო ხო არ დავრჩები. მარტო რატომ აქ მომსვლელი ხალხი გიქხავ შენ. აი, წავედი. თემურ. დავიჯერო ისე წახვალ რომ ირმას სადღეგრძელოს არ დალევ. მართალი ხარ, დამისხი. მოდი. ჩემს ირმას გაუმარჯოს. იცოცხლე. ძალიან მიყვარს. მინდა რომ ბედნიერი იყოს. გაუმარჯოს ირმას. აბა კარგად. კარგად. აბა აღარ გაზიარებ. ცოცხლე, კარგად.
რა კაი ბინაკი შოვიდა. მაგრამ ჩემგან რატო წამოხვედი ვერ გავიგე. შენ სახლში შენ უნდა ცხოვრობდე და იმიტომ. კაი რა. დაგეხმარო რამეში? როგორც გინდა. რა გჭირდა? ცოტა გააქტიურდი რა. გააქტიურების მიზეზს ვეღარ ვხედავ. გააქტიურების მიზეზს ყოველთვის იპოვი შენერი გარეგნობის გოგონა. თუ რა თქმა უნდა მოინდომებს. დავიღალე იცი. ძალიან დავიღალე. კაი რა, ამ დაგღალა ცხოვრება ახლა იწყება. რომელი ცხოვრება? რომელსაც წინ 1000 ბარიერი აქვს არა? რა თქმა უნდა, ცხოვრება ესეთია. ხან დამარცხდები, ხან გაიმარჯვებ, ამითია კარგი ცხოვრება. აბა როგორ გინდა? სხვანაირად ბედნიერი ვერ იქნება. აი მაგ სიტყვამ კი უკვე აზრი დაკარგა ჩემთვის. რა, ბედნიერება? ხო. არსებობს ბედნიერება სიყვარულის გარეშე. ალბათ არა. მაგრამ იცი რა, ხანდახან ყველაფერი სწორედ მაშინ იწყება, როცა გონია რომ დამარცხდი. ჩემთან სხვა შემთხვევაა. მაინც? მე სამუდამოდ ვკარგავ. ვერ მივხვდი. რას ვერ მივხვდი? ლევანი ჩემთვის ის დიდი გრძნობაა, რომლისთვისაც სიცოცხლე ღირს. მე კი არ მაქვს უფლება. რატომ არა გაქვს უფლება ამიხსენე? ვინ გიგრძელავს სიყვარულს? და საერთოდ რატო რევთ ხვებს ამ ურთიერთობაში? ყველაფერი ხო თქვენი გადასაწყვეტია. მე მგონი ლევანს უყვარდიდე. ჩვენს ურთიერთობაში თავიდანვე იყვნენ სხვები ჩარეული. ვინ სხვები? თემური. ეს ყველაფერი მან დაგეგმა ლევანის საწინააღმდეგოდ. მე კი უბრალო პაიკი ვიყავი. რომელსაც როცა მოინდომებდა, მაშინ მოიშორებდა თავიდან. ხანდახან პაიკსაც შეუძლია დედოფლობა. თუ რა თქმა უნდა, სწორედ ითამაშებ. არა. თამაში დასრულდა. თანაც ჩემი დამარცხებით. უпростоრეთ მე დავნებდი ლევანის სასარგებლოდ. დარწმუნებული ხარ ლევანის სასარგებლოდ? არ ვიცი. კაი. იმაში ხარ დარწმუნებული რომ ლევანი გიყვარს? მიყვარს. ძალიან მიყვარს. ხო და უნდა იბრძოლო. თემოსი მეშინია. და თანაც ხომ იცი ლევანს საცოლე ყავს. აი, ეგ არ არის შენი პრობლემა. რამდენჯერ უნდა გითხრა? ჩემი პრობლემა იცი რა არის? არ მინდა ლევანსაც ისე აერიოს ცხოვრება, როგორც მე მაქვს არეული. არა, ვერ ხვდები. თუ უყვარ ხარ? ხომ აგიხსენი? ჩემი და ლევანის ურთიერთობა თემოს სურვილით დაიწყო და არ მოგცემს უფლებას ისე გავაგრძელოთ, როგორც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ. ლევანს რა მოუყვა? რა უთხრა? ის რომ თემომ დაგეგმა ჩვენი გაცნობა, რომ მეც დეგენერატივით დავთანხმდი. მისი მფარველობის სანაცვლოდ ამ შანტაჟზე წავედი. და როგორ გინდა რომ ეს აუხსნა? არ ვიცი. არ ვიცი. როცა თემოს შევუთანხმდი. მე ხომ ლევანს არ ვიცნობდი. მერე? მერე? დავინახე ლევანი და მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა. მაშინვე დამავიწყდა თემოც და შეთანხმებაც. ყველაფერი გონების გარეშე გრძნობით ხდებოდა. მაგარ შარში ხარ. ამიტომ ვამბობ.
ყველაფერზე უარს. არ მინდა ლევანსაც ვატკინო გული. იქნებ გაგიგოს. იქნებ, ჩემთვის აღარ არსებობს. აი კოდიკო რა მაინტერესებს? აი ეს სპეციფექტები და ეს აფეთქებები როგორ ხდება აქ? როგორ და ამ ყველაფერს კომპიუტერში აკეთებენ და 3D-ში ხატავენ. რა გინდა მითხრა რომ ეს ყველაფერი დახატულია? ხო, აი ეს მთელი ფილმი მწვანე ფონზეა გადაღებული. მერე უკან გინდა მთას დაადებ, გინდა ოკეანეს და გინდა კოსმოსს. და ამ სახიობებმა რა იციან ახლა აქეთ უნდა წავიდნენ თუ იქეთ? მამა, მაგათ დანიშნული აქვთ ის ადგილები და იციან სად და როგორ უნდა გადაადგილდნენ. შენ საიდან იცი ამდენ? მე იმ დღეს ერთი მაგარი ფილმი გადმოვწერე და მერე ახსნილი იყო ყველაფერი. ეხლა რა ისიც თქმა გინდა რომ ესე იგი წინასწარ გაამჟღავნეს ეს საიდუმლო? არა, რა შუაშია საიდუმლოს გამჟღავნება. ფილმი ხო გადაღებულია და გამოსულია უკვე. კი, მაგრამ აი, 300 სპარტანელი ხო გახსოვს? კი მახსოვს? ეგ ფილმი მთლიანად მწვანე ფონზეა გადაღებული. და ბეოვულფი მან ყველა მსახიობი დახატულია. მოიცა, კარგი, ეს ყველაფერი კომპიუტერშია გაკეთებული. აი სანამ კომპიუტერი არ იყო, აი მანამდე როგორ იღებდნენ ფილმებს? მაშინაც მაგარ რაღაცებს იგონებდნენ. აი Star Wars-ში მეტეორიტების წვიმარვარი გახსოვს? ხო, მახსოვს. ეგ იცი სინამდვილეში რა არის? კარტოფილები. მაიცა ეხლა მართლა გეუბნები. დამწვარი კარტოფილებია, მართლა გეუბნები. აი მაგაშია ლუკასი ძალიან მაგარი რა. ბიჭო, ლუკასი კია მაგარი, მაგრამ კარტოფილები რა უხრობაა? გინდა ის ფილმი გამოგიწერა? რომელი სპეციფექტების? ხო. შენ რეჟისორობას ხო არაფერია? რეჟისორობის რა გითხრა? აი მაიაში მუშაობა ძალიან მომწონს. მე განახებ რაღაცებს. მიდი ერთი გადმომიწერე რა, მაგრად მაინტერესებს ეს. დალევა მინდა. არ შეიძლება? წელიწადში ერთხელ ადამიანმა დალევს. შეიძლება. როგორ არ შეიძლება? წელიწადში ერთხელ. ამ დღეს. რა დღეა ასეთი? ჩემი გაუბედურების დღეა. სხვები ბედნიერებას აღნიშნავენ. მე ჩემს გაუბედურებას აღნიშნავ. გაუბედურების? იცი ამაზე შენთან არასდროს მილაპარაკე. არც არავისთან მილაპარაკე ამაზე. არასდროს. მითხარი. დიდი ხნის წინ იყო. ძალიან დიდი ხნის წინ. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ის ახალგაზრდა იყო. ჩემზე ცოტა უფროსი, მაგრამ ახალგაზრდა. ვინ იყო? კაი ბიჭი იყო. კაი ოჯახის შვილი. გოგოებს მოწონდათ. შენ? მე თითქმის ყოველ დღე ვხედავდი. ისიც ვხედავდა. და ყურადღებაც მომაქცია. მერე? მერე სხვანაირად მოვქცევია ყურადღება. გესმის? ესმის. დღევანდელ დღეს. მოთ მაშინ. სახში მარტო მივდიოდი.
როგორ ახართ ბიჭებო? რასაკეთებთ? აი კოტიკო მიყვებოდა ეხლა კინოს სპეცეფექტებზე. ჩემი ჭკვიანი ბიჭი. იცი რამდენი რამე ხერხება? მე მგავს სხვათა შორის. განსაკუთრებით კომპიუტერი იცის ყველაზე კარგად, არადე. კარგი რა და უბრალოდ სწავლობ, მაინტერესებს. ბაბუ ამის მამითხრა, ჩემთან იყო ოფისშიო, ყველაფერი დამიწუნაო, ქსელი, კომპიუტერები, საიტი. ხო, საიტი ახალი გავუკეთე, ხო იცი? მიდი ბიჭო, მე მიაწიკი მაგ საქმეს და წახვალ ჰოლივუდში და შენს გააკეთებ სპეცეფექტებს. წავა, აბა რას იზავს? ჩვენ ყველანაირად შეგიწყობთ ხელს. ხო მერა? კი, მამა, რაზეა ლაპარაკი აქავართ. როგორ ხართ? ხდება რა მე? არაფერი. რა უნდა ხდებოდეს? მშობლები ვართ და ზრუნავთ დე. ხო, ძალიან კარგი. მე თქვენ გიყიდეთ საჩუქრები. მეც მომიტანე რამე თოვლის ბაბუა, რა თქმა უნდა, მე რაბიკო, მაგრამ ჯერ კოტიკოს ჩერი. აი ეს მაისური ნახე რა ლამაზია. ეხლა ის ძალიან მოდაშია. ხო, ნახე რა მაგარი გემოვნება ქონია, გემოვნება რო არ მქონდეს, მე რა შენ გამოყვებოდი ცოლა. მართალი ხარ შემოკარე. ნახე დედიკო როგორი შარვალია. ო, მოკლედ ძალიან მანებიურებ რა, დიდი მადლობა. ეხლა კი მთავარი. შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და ეს ყველაზე მეტად გჭირდება. რა ჭირდება? ხოსტომი მე რა. ნახე დედი. ნამდვილი იტალიურია. ნახე? აქცენტს ესეთი პრეზიდენტებსაც ვიათ. ბიჭო, რა მაგარი ხარისხია, თო. ხანდახან ხო ჩამაცმე ხოლმე. ხო, მამა, ვარას ვიზამ. მე რა ეხლა შენი ჯერია. მე რა პატარა საჩუქარი შემხსა რა. ჯერ გახსენი და მე რეილაპარაკე ზომაზე. აუ, ნახე რა მაგარი საათია. შვეიცარიულია, ხო? ხო, აბა რა ბიზნესმენი კაცია, დრო ხო უნდა აკონტროლოს. ვა, გამიხსენ ერთი რა. ეს კიდე ბუცებია, შენ ძმაკაც ბრაიანს უყიდე, ფეხბურთელი კაცია გამოადგება. ბრაიანისთვისაც უყიდია, თო? ჯიგარი ხარ, ნონა. ეხლა მე თქვენ გაგიმზადეთ სადილს, ცოტა ხანში დაგიძახებთ, მანამდე მოირგეთ კარგი საჩუქრები. სადილის? კეთ. თუ არ გინდა ნუ მომიყვები. რო არ მინდოდეს არც მოგიყვებოდი. გვიანი იყო. გვიანი რა. საფხულში ამ დროს დაღამებულიც არ არის. სახლში მოკლეზე გადავდიოდი. იქ მიტოვებული საწყობები, ზოგჯერ ბომბები ცხოვრობ. დედა ჩემს უმეუბნებოდა, მაგაზით ნუ დადიხარ. მეცინებოდა. მამა ჩემი მივლინებაში იყო. გესმის? გახوارმა ეგეც გათვალა. სახში დედა და ბები ამელოდებოდა. მაგრამ სახლამდე ვინმე გიშვა. საწყობში შემათრიეს. ბევრნი იყვნენ? სამი. რა ის ორი რა მაგის შესწორგები იყვნენ. მაგასთან მიმაგდეს. არ იყვირე? ვის გააგონებდი? რამდენი ვეხვეწ. იცინოდა. მერე? მერე? მერე არაფერი. მერე მეორე დღეს თურმე მოსკოვში მიდიოდა და თავისთვის ესეთ საჩუქარი გაიგეთა. აი მაშინ გადავწყვიტე რომ აუცილებლად მოვძებნიდი და სამაგიეროს გადავუხდიდი. ძალიან დიდ ხანს კურნალობდი. მერე ამასობაში ჩემებმა სახლი გადაცვალეს, იქაურობას გამარიდეს. და მერე ჩემს მეზობლად გადმოხვედით. აჰა.
მახსოვს. შენზე ამბობდნენ უცნაურიაო. უცნაური? მთელი კორპუსი გიშს მეძახდა. აი ესე მოხდა ყველაფერი. დიდი ხნის წინ ზუსტად ამ დღეს. კეთა. ვიცი ძნელია. მაგრამ უნდა დაივიწყო. შენი ცხოვრება შეიცვალა. ხატვარი ხარ, პარიზში ცხოვრობ. რა ჯანდაბათ მინდა პარიზი. ყველაფერი დავკარგე, გესმის? ყველაფერი. თეთრეულს დაგილაგებ, დედა. კარგი. დედა, მე ერთ საათში გავდივარ. მარიამს უნდა შევხვდე. ხო. სამწუხაროა, რომ ჩემ აზრს აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რას გულისხმობ? ადრე არც მეკითხებოდი, პირდაპირ ხვდებოდი. დედა, ხო იცი რომ ვერ ვიტან, როცა ასე ლაპარაკობ. როგორ ასე? რაღაცა ზოგადად და ირონიულად. იცი ზოგადიც და კონკრეტულიც ჩემს ცხოვრებაში ხა შენი ნიშნობაა მეტი არაფერი. ისევ მარიამზე ვიწყებთ ლაპარაკს. მე მგონი გთხოვე რომ დაფიქრებულიყავი, არა? გთხოვე? დედა, მე მეგონა რომ აი ეს თემა ჩვენ ამოვწურეთ. ერთ რაღაცას გითხავ. შენ დარწმუნებული ხარ მთელი ცხოვრების მანძილზე მარიამისთვის ან მარიამისგან ყველაფერს აიტან? რა გითხავს ისო, შენ რა გაგიჟდი? ვიცი, მაქვს მიზეზი და იმიტომ გიკითხები. რა მიზეზი გაქვს? ვიღაც გოგოსთან ერთად გხედავენ. ასეა? ვინ გოგოსთან? ის არ მითხრე ხა რაღაც ჭორებს აყევიო. ასე გამოდის. ხო? ძალიან ბევრ ადგილას უნახი ხართ ერთად. კარგი ერთი და შენს დაიჯერე, არა? აბა, უამრავმა ხალხმა მითხრა. და ვისი რა საქმეა? ასეც იყო, სიტყვაზე ასე იყო, დაუშვათ, ხო? და ვისი რა საქმეა მე ვისთან გავივლი და ვისთან არა? ეს იგი არსებობს ვიღაც გოგო რახან ასე ღიზიანები? არა, დედა, არა, არავინ არ არსებობს, გესმის? არავინ. მორჩა, მარიამის გარდა ჩემს ცხოვრებაში არავინ არ არსებობს. არა, უბრალოდ მინდა რომ დაფიქრდე მეტი არაფერი. დედა, გეხვეწები, აი რატომ გონია, ამიხსენი რომ ჩემს გრძნობებში შენ ჩემზე უკეთა ხარ გარკვეული და მე ვარ პატარა სულელი ბიჭი, რომელმაც არ ვიცი და ვერ გამირკვევია ჯერ კიდევ რა მინდა. რატომ გონია, მითხარი რა? ეს იგი არსებობს ის ქერა გოგო. თავი დამანებე რა გეხვეწები. რატომ ელაპარაკები ესე? იმიტომ გელაპარაკები რომ არ შეიძლება ყოველი ჩემი ნაბიჯის ახსნა განმარტებას მთხოვდე რა. რატომ ელაპარაკები ესე უზრდელად გეკითხები? დედა, თავი დამანებე რა. რატომ ელაპარაკები ასე უზრდელად? მე ერთადერთი რამე გთხოვე რომ დაფიქრებულიყავი, მეტი არაფერი მე მგონი. იცი რას გეტყვი? მე ეს გადაწყვეტილება უკვე მივიღე და ახლა შენ გეკითხები, რას მიმალავ? რისი თქმა გინდა და რას ვერ მეუბნები? აი ამდენი ხანია. რა ხდება, მითხარი რა? მე არაფერს არ უმალავ. მაშინ რა გჭირს? არაფერი, მე უბრალოდ შენზე ვფიქრობ. შენზე ვფიქრობ? მადლობთ. და არ მინდა რომ აჩქარდე. დედა, რა ხდება, მითხარი რა? მაქვს მიზეზი და მაინდა-მაინც ამ სახში მე უნდა ვთქვა რა ყველაფერი. დედა, შენ მოხვედე. შენ დაიწყე ამ თემაზე ლაპარაკი. მე ვერ გავიგე. კარგი. გეტყვი.